ნინო დუმბაძე პირველი ქართველი ქალი მსოფლიო რეკორდსმენია. 1925 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი ადგილიდან ხტომაში. თუმცა ტრავმის გამო მას ექიმებმა ვარჯიში აუკრძალეს. ნინო არ დანებდა და გადაწყვიტა ბედი ბადროს სპორტსმენში ეცადა. ნინომ შეისწავლა ბადროს საუკეთესო სპორტსმენების კინოგრამები. მალევე მან შექმნა ბადროს სპორტსმის ახალი ტექნიკა. 1953-დან 1950 წლის ჩათვლით ყველა ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. 1956 წელს ოსლოში და 1950 წელს ბრიუსელში ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. 1952 წელს ჰელსინკიში ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი აიღო. ნინო დუმბაძის პორტრეტით ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში საფოსტო მარკა გამოიცა. ნინომ შეცვალა თამაში.